მოკეთ მოვედით კბილებო. აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით, აბა როგორ გიკითხოთ. მე რთული პერიოდი მქონდა საკამაოდ და პლუს ახლა რაღაც პატარ-პატარა ცვლილებები ხდება ჩემთან, ანუ როგორც ფიზიკურად, ასევე აზროვნებაში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მეტყობა და როცა ამის დრო მოვა, რა თქმა უნდა ამასაც გაგიზიარებთ. იქამდე კიდე მინდა რომ წავიკითხო კომენტარები, ანუ რომლებიც ეს დღეები დაიწერა. ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა რომ ჩემთან ხართ, ვინც ჩემთან ხართ. ძალიან მეძვირფასებით. ფრჩხილი ჯერ კიდევ არ მაქვს, რომ ეს გავხსნა. და კომენტარები ვნახოთ. ხო, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ერთ-ერთ მაყურებელს შორენას გარდაეცვალა მამა, Facebook-ზე ვნახე, ძალიან მწუხვარ ძვირფასო. ძალიან მწუხვარ. თუ კარგი მამა ყავდა, ეს ძალიან მძიმე და ესეთი დანაკარგია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ესენი მეჭამენ ერთმანეთს. გადაძაღლი უკან. ნინი, მადლობა ძვირფასოს შესანიშნავი ვლოგისთვის. როგორ დავიცვათ პირადი საზღვრები, ამაზე დამიწერა. თამუნა ნინიკო რა სილამაზეაო. ვინცა. აუ როგორ მიყვარს ორივეო, ბოლონეზე და ზებრა. მარინე ყოჩაღ ნინი. ნინი როგორ ხარ, საყვარელ მიხარია შენი ნახვა, მიყვარხარ, მეც ძალიან მიყვარხარ, ლელო ძვირფასო. ნორმა, ეს აი როგორ ვიცი, წინა დღეებში მქონდა ძალიან დიდი სტრესი და ვიყავი ძალიან მოჭიმული. მე ყოველთვის ესე ვარ ხოლმე, რომ როცა სტრესი მაქვს, მაქსიმალურად ვარ მობილიზებული რა. არასოდეს მაგ დროს არ ვარდები, მაგრამ ეს სტრესი რო იწყებს გავლას, მე ერთიანად გადამივლის ხოლმე ზედ ყველაფერი, მე მოვდუნდები ხოლმე რა. ხო და ეხლა მაქვს ეგეთი 2 დღე, მეორე დღე. მარიამ ნინი ლამაზ როგორ ხარ? მომენატრე მიხარია შენი ნახვა, კარგი გოგო ხარ, ძალიან მიყვარხარ, რატომ არ მიდიხარ სოფიასთან, ვაიმე საყვარი ხარ, მალტეზე მყავს ნინი და მაგიჯებს, ჩემი გოგო, აჰა, მალტეზეები ძალიან საყვარლები არიან. მაია შეგიძლიათ დაგვიწერო როგორ ამზადებ ბოლონეზეს წიანს და დიდი მადლობა გრეჩხას ბოსტნეულის და ფილეთის შენი რეცეპტით ვამზადებ და ძალიან მომწონს. აი ხოვა ჩვენ ვიდეოში ძალიან მარტივად. ეხლა რეალურად კალორიებს რო ვითვლი, კალორიებს ვსუქავ ხოლმე და ფილეს ვურევ, თორე და ნუ ფულის ხრივად ეკონომიურია ბევრად ეხლა როცა ფილე აქვს შერეული, იმიტომ რომ ძროხის ფარში, რა ვიცი, მე 400-500 გრამს მაინც ვუკეთებ 500. ხო და 15 წელარი გამოდის. შესაბამისად ვურევ ხოლმე ფილეს. და გამოდის ხოლმე სადღაც 250 გრამი საქონლის ხორცი, ოღონდ არა სუმჭრე და ფილე, იმიტომ რომ ფილე არის თვითონ საერთოდ მჭრე და ფილე მაგებს ვურევ ერთმანეთში. და მერე მოვშუშავ, დავამატებ სოიოს соуს, დავამატებ რა ვიცი სუნელებს, რომელიც მე მიყვარს, ხახს, ესენი რო ჩაიშუშება, ადრე სტაფილოსაც ვამატებდი, მაგრამ სტაფილოს გარშე მეტად მომწონს, ამიტომ აღარ ვამატებ. ეგენი რო ჩაიშუშება, დავამატებ ტომატ პასტას, დავამატებ წყალს და მე ცალკე ვხარშავ სპაგეტს და ამოურევ ერთმანეთში, მაგრამ ჩემთვის რო ვაკეთებ ცალკე დათვლილი კალორიებით, შიგ ვხარშავ ხოლმე და ამათვის რო ვაკეთებ სპაგეტს ცალკე ვხარშავ. ჩემთან ეკონომიას ვაკეთებ დროისას და ერთად ვხარშავ. ირმა, ჩვენი სულის ნაწილები არიან ისინი მართლაც, ცხოველები კი ეგრეა. ჩემთვის ეგრეა. ანუ და ალბათ ყველასთვის ცხოველი უყვარს და ყავს. ცხოველიანჩი, ანუ სხვანაირ ადამიანს ალბათ ცხოველი არ ყავს. ან თავისი სურვილით არ ყავს. გიორგი ვლოგს გემრიელად მიირთვით, მადლობა.
ნანა მჭედლიძე მგულები ციცი ნინი ოქროს ხელება ნინი რა ხელი გაქვს საოცარი გოგო ხარ მადლობა ძვირფასო დიდი მადლობა ზებრა არის ჩემი ყველაზე საყვარელი და ისეთი კერძი რა ანუ აი ყოველთვის რო გამომდის და ყოველთვის რო კარგი გამომდის ძალიან მჭირდებოდა ეს ვიდეო მადლობა შენ ამისთვის როზეტა ძვირფასო ძალიან მიხარია თუ გამოგადგება და ყველას ვისაც გამოგადგებათ იმიტომ რომ კარგ ადამიანებს გვაქვს ეს რო ვეხმარებით და მერე ანუ ისინი ვინც ამას გამუდმებით იღებს და უმეტესად ისეთები იღებენ ვინც ჩვენ საპასუხოდ ვერაფერს გვაძლევენ და უბრალოდ პარაზიტობენ ჩვენთან და მერე ერთხელაც რო შენ საზღვარს დააწესებ აღმოჩნდება რომ შენ ხარ ცუდი თურმე და არ მოელოდა რომ ესეთი ცუდი იყავი ხათუნა სალამინი იცი რამდენი ხალხი დავკარგე ეგრე რომ აი თან ჩემზე რომ თვითონ დარჩენ კიდე მოყავი ხათუნა სალამინი ლაგოდახსე დიდი თოვლი მოსულა ქალაქში ბევრი ლამაზი დღეები თქვენ საგრძნობოდ გაზრდილა და ჩაღონღულებულა ხო აბა ესე იგი ზღაპრებში რო წერია ხოლმე ხო იცი სხვა რო ერთი წლის განმავლობაში იზრდებოდა ის ერთ დღეში იზრდებოდა თავარ გმირებს ესეა ეს კატა ყოველ დილას ხედავ და უფრო დიდი კატა არის ყოველ დილას თვალს გავახერ და უფრო დიდი კატა დამადგება ხოლმე თავზე ლაგოდახში ისეთი კაი თოვლია ხოლმე მაგრამ ძალიან დიდი თოვლი არ მახსოვს ხოლმე ლაგოდახში ერთხელ იყო მუხლამდე ჩემს ბავშვობაში და დანარჩენი სადღაც ესე 10-15 სანტიმეტრი რა ესე ხო წელს თბილისში გაგვახარა მაგრამ მე ვერ დავტკბი სამწუხაროდ წელს თოვლით პირველი დღე ერთმა ადამიანმა შეისრუტა ჩემი ანუ პირველი დღე როცა თოვლი იყო ჩემი დღე და მეორე დღე მეორე ადამიანმა და ანუ რეალურად ძალიან ფრაგმენტულად მოახერხე რომ გავსხლტი ერთ დღესაც და მეორე დღესაც და დავტკბი მაგრამ არ მეყო თუმცა მგონია აწი აღარ მოთოს ნუ ისე რომ დადოს შორენა ძალიან საყვარელი ხარ წარმატებები მიყვარხარ მეც ძვირფასო ნინო ფისო ძალიან მიყვარს კატები მისტიური ცხოველები არიან კი აი რომ მოხუტებულია შენთან და ხორუტუნებს და კრუტუნებს აი გრძნობ როგორი მისტიურია ნინიკო რაც 26 წელი დაიწყო თითქოს არ ხარ ხასიათზე მგონია რომ რაღაც გაწუხებს დარდობს ხვანაირი ხარ რაღაცა კონკრეტული არ მაწუხებს სიმართლე რო გითხრა ბევრი რაღაცა არის ერთად და ბევრი პატარ-პატარა რაღაცა არის რაც სულ აწუხებს ადამიანს ალბათ და ანუ ბევრი რაღაცა რაც მოგროვებულია და რაზეც ფიქრობ სულ სხვადასხვა სფეროებში და მე ეს ერთიანად იკრიბება და გაწვება პლუს ანუ წინა სახალწოდ ვარ ხოლმე ძალიან გახარებული ძალიან ბედნიერი აი ყოველ წელს რო გადახედო ჩემს ვლოგებს იანვარში რაღაც თებერვლის შუამდე აი ესე ვარ ხოლმე ყოველ წელს მარინე ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ნინი მადლობა ძვირფასო ნინო ნი მოგესალმები ჩემო კარგო ძველ ახალ წელს პირჩი მოგწერე მოგიკითხე მაგრამ არ გინახავს შენს ნამზადზე ჭკუა მეკეტება ვაიმე ძალიან მიყვარხარ ნი და აუცილებლად ნახავ და გიპასუხებ ცოტა ცუდი გოგო ვარ ხოლმე პასუხებში ხო Facebook-ს ვიცი მარი გამარჯობა ფისო სავარაუდოდ ატეხილია ზოგი ადრეულ ასაკში იწყებენ მონიშნოს ზოგი ცოტა გვიან კასტრაცია საჭირო ფისოს დაისვენებს და თქვენს ხო აი დავინახე კიდევაც კუდი ქონდა აპრეხილი და ესე კუდი რო ესე ქანაობს და რო ასხავს უკინდან ესე დეზატორი ატეხილი აშკარად კი და რეალურად უნდა გავუკეთ მაგრამ აი ამ ვეტექიმმა მითხრა რომ 6 თვიდან და 6 თვე მარტში მოუწევს და იქამდე რომ ველოდო მე არ ვიცი აბა ჭკუიდან გადავალ არ დავიცოდი რომ 4 თვიდან შეიძლებოდა კიდევ უნდა გავარკვიო თუ კი მართალი ხარ ნინი ადამიანები უნდა მოვრჩეთ people pleaser-ობას და დავფიქრდეთ ჩვენ რა გვინდა ჩვენ რა გვჭირდება ჩვენ რა მოგვეწონება და არასხობს ეს ვიდეო მჭირდებოდა ძალიან მიხარია ძვირფასო ანუ ჩვენ ეგრე გავგზარდა ჩვენი თაობა არის ეგრე გაზრდილი რომ ანუ ის რომ შენი ვიღაცა არის ნათესავია თუ მეზობელია თუ რა ვიცი ანუ შენ არ გაქვს უფლება რომ შენი პირადი საზღვარი დააწესო და დაიცვა და თუ აწესებ და იცავ მაშინ შენ გაცხადებენ ცუდ ადამიანად მაგრამ ჯობია იყოს ცუდი ადამიანის ხვების თვალში ვიდრე უღალატო საკუთარ თავს იმიტომ რომ
ანუ არჩევანი არ არის. შენ თავს ადამიანი ვერ უღალატებ და ყველამ რო ჯანსაღი საზღვარი დააწესოს, ანუ სხვის საზღვარსაც აღარავინ დაარღვევს, იმიტომ რომ მე თუ ვაწესებ ჯანსაღ საზღვარს, ანუ მე ვიცი რა არის საზღვრები, ხო? და სხვისას არ გადავლახავ. ანუ როგორ კარგად მესმის შენიო თამარა, ხო? კი, ძვირფასო. მე ლანო ძვირფასო. მე ემპათიურობა მანგრევს, ყველას კი უბრალოდ და შიში შევდივარ გრძნობ, რა შეიძლება გრძნობდეს, რა შეიძლება ტკიოდეს. სამწუხარო ცხოვრება ისეთია, ყველას ვერც დაეხმარები, ამიტომ ეს ძალიან მიჭირს. მგონია რომ ჩემი უმოქმედობით შეიძლება დავუყუპო. ამაზე ფიქრი კი მანგრევს. მე ძალიან ხშირად ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და უბრალოდ მიყენებდნენ. მე ესეც მანგრევს. კარგი გოგოს კომპლექსიც ურთულეს სატარებელი, ესეც თითქოს არ მაქვს უფლება ვიყო ცუდი, ყველას უნდა მოუწონდე. თეორიულად ბევრი რამ ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვახორციელებ სამწუხაროდ. ხო, მესმის ძალიან კარგად, ანუ აი მე ვარ ემპათი და როცა ადამიანს გავიცნობ ხოლმე, იმდენად შემიძლია ჩავიძირო რომ მასში და გავიხსნა, რომ აი ხო გეუბნები რაღაცა მომენტში გამოვხიზდები ხოლმე და ვიგრძნობ ჩემს არსებობას და რომ მოვიხედავ ჩემი ყველა საჭიროება და უკმაყოფილებელია. ანუ მე უკვე ცუდად ვარ, მე უკვე დეპრესიულად ვარ, მე უკვე ემოციური ყვება მაქვს, ანუ ყველა სამრეკლოში ზარები ირეკება ჩემთან, რომ დაბრუნდი, აქ იყავი და მე სხვა ადამიანს და თან საიტესო რა იცი? უმეტესად ეს ადამიანები ვიშიც შენ ჩაიძირები და ცდილობ რომ გადაარჩინო, ისინი ვერც კი გისმენენ შენ, როცა შენ იწყებ საუბარს იმაზე შეერა გაწუხებს, არ ვიცი, ალბათ შენ გიმჩნევია და ძალიან საშინელია ეგ. ანუ მე მქონდა 2 წლის წინ ძალიან დიდი კრიზისი. აი როდის იცი, უკრაინის ომი რო დაიწყო, მაგის მერე აი მქონდა პერიოდი, ვაფშე ვიდეოებს ვერ ვიღებდი, ფეხზე ვერ დგებოდი, საწოლში ვიწექინა, ანუ თებერვალი იყო მგონი. ანუ ჩემი შემოსავალი აფაქტიურად განულდა, აი ძალიან ცუდად ვიყავი და რომ ვიგებდი რა ხდებოდა, რამდენი ადამიანი იხოცებოდა ყოველ დღე, აი რომ ვგრძნობდი იმას, რომ იმარჯვებს აი სისასტიკე და უსამართლობა და ნუ აი ეს ყველაფერი მოკლედ რაც ხდება რა და ანუ იმ ხელა სტრესი იყო ისე ცუდად ვიყავი და მაშინ დამემართა ბოლო ჯერ ეს რა იქამდე სულ მქონდა ანუ აი მაგალითად რომ ადამიანი დაიღუპებოდა ავარიაში შევდიოდი ვნახულობდი ანუ ვფიქრობდი რას გრძნობდა მე ვფიქრობდი რას გრძნობდა მისი დედა მისი და მისი მამა ამ ადამიანის ვიდეოებს იმებს ვუყურებდი აი როგორი იყო და რა ვიცი აი იმდენად გულში ვატარებდი ამ ყველაფერს რომ მკლავდა ეს ყველაფერი და მე არ აქ მეითუნარიანი ვხდებოდი ჩემ ცხოვრებაში ანუ ვერ ვცხოვრობდი ჩემ ცხოვრებას რა ხო და უკრაინის ომის შემდეგ იყო აი საბოლოო ისა რა ესეც თავში ჩარტყმასავით რომ აი ფეხზე ვერ ვდგებოდი რა და მერე ვიფიქრე ეგეთი რაღაცა რომ ანუ აი თვითონ უკრაინაში ადამიანები ვინც იქ ექიმები და რა ყველანი აბსოლუტურად მობილიზებული არიან, მუშაობენ, იმიტომ რომ ეხლა ყველა რო ესეც საწოლში ჩავარდეს და თქვას რომ იმე აღარ შემიძლია, წარმოგიდგენ რა მოხდება მეთქი ჩემ თავს უთხარი და მაშინ უთხარი ჩემ თავს რომ აღარ გახსნა გული ისე რომ ეს ბოლომდე არ გაატარო შენში, იმიტომ რომ თუ შენში ამას ბოლომდე გაატარებ, აუცილებლად მოკვდები დარდისგან, იმიტომ რომ ანუ იმდენი უბედურება ხდება, იმდენი ბავშვი კვდება ყოველ დღე ონკოლოგიით, შიმშილით, ანუ აფრიკის ქვეყნებში, ომებში იმდენი ადამიანი იხოცება. ანუ აი ეს ყველაფერი თუ შენს უსაზღვრო ემპათიურ გულში შეუშვი, ანუ შენ მე არანაირი мотиваცია, არანაირი სურვილი, არაფერი აღარ გინდა. გინდა რომ უბრალოდ მოკვდე რა. ხო და ჩემი სიკვდილი კიდე არავის არ გებს და არაფერს არ შეცვლის დადებითისკენ, კიდე ერთი ტრაგედია იქნება. ამიტომ ჩემ თავს უთხარი რომ მორჩა, всё. ანუ ეხლა იფიქრე იმაზე რომ შენ გააკეთო შენი გასაკეთებელი, ანუ გაუძლო ყველაფერს, გააკეთო შენი გასაკეთებელი, მიხედო შენს თავს, შენ შვილებს, შენს ოჯახს და შენ რო ფეხზე იდგები და შენ როლს შეასრულებს, სხვა რო ფეხზე იდგება თავის როლს შეასრულებს, ასე უფრო დაეხმარები, ვისაც შეიძლება დაეხმარო მეთქი და აი ამაზე შეუთანხმდი ჩემ თავს და იმის მერე კიდე მაქვს ხოლმე ეს პერიოდები ძალიან რო განვიცდი, მაგრამ ისევ აი ესე გამომყავს ჩემი თავი ხოლმე. ხო, და რა ვიცი, ხო რო გიყენებენ ეგ კიდე ცალკე ის არის ძალიან აი ისეთი განცდაა ხოლმე რომ აი რომ გამომიყენს ესეთი განცდაა რომ მიღალატეს.
და ანუ რო გგონია რომ ადამიანს უყვარ ხარ და რო ხვდები რომ ამ ადამიანს კი არ უყვარ ხარ, უბრალოდ სჭირდები და რომ სანამ სჭირდები, იქამდე თამაშობს რომ უყვარ ხარ, იქამდე ანუ ის არის ძალიან აფერისტი და გეაფერისტება, შენ ხარ ძალიან გულწრფელი და შეიძლება გული რო გეტკინება პირდაპირ უთხრა ძალიან უხეშად გული რო გეტკინა და ის ჩაყლაპავს. რასაც გულწრფელი ადამიანი არ ჩაყლაპავდა, იმას ჩაყლაპავს, იმიტომ რომ იმას არ აინტერესებს შენი სიმართლე, იმას აინტერესებს, რომ სანამ მას სჭირდება, იქამდე შენ გამოგიყენოს. და ეს კარგი გოგოს კომპლექსი ხო ბავშვობიდან მქონდა, იმიტომ რომ ეს დედაჩემიდან დაიწყო, დედაჩემ ანუ დედაჩემ ფიქრობდა რომ მოკვდებოდა ნაირ მისი მშობლები, ვერ გადაიტანენ მისი გულს, ამიტომ ეგრე დაუბარა ცალკე თავის მშობლებს და ცალკე დეიდაშენს, რომ მე ნინოში გადავსახლები და ხელმეორედ გამზარდეთ. და ანუ მე მზდიდნენ არა როგორც მე პიროვნებას ამოუკიდებელ ცალკეულს, არამედ როგორც დედაჩემს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მის შვილი ვარ და შეიძლება ვგავდი კიდევაც, ანუ მე ხო ჩემი თავი ვარ. და თუ მქონდა თვისებები ან გარეგნობა ის მამაჩემს ვგავდი, ეს იყო ყოველთვის იმის საგანი, რომ მე ამითი ტკივილს მაყენებდნენ, ანუ იმიტომ მეუბნებოდნენ რომ ტკივილი მოეყენებინათ და თუ მე ჩემი თავი ვიყავი კიდე, ჩემი თავი ვერ ვიყავი, იმიტომ რომ ჩემ თავადყოფნა არავის მოსწონდა იქ და შესაბამისად სკოლაშიც, სახლშიც ყოველთვის ყველგან ვიყავი ის, ვინც უნდათ რომ დაინახო. თუმცა მე ამას ვერ ხვდებოდი, ანუ ეს გაცნობიერებულად არ იყო. მე მქონდა ADHD, რომელსაც ერქვა სიზარმაცე, მაშინ როცა შემეძლო ღამეები მეთენებინა და ამის ქეცეკნები მეკითხა, ანუ ესეთი ადამიანის ზარმაცე არ არის, როცა რაღაცა აინტერესებს და შევრევ დღე და ღამე იქ გაატარებს, ანუ უბრალოდ შემიტვინის ხვანაირად მუშაობს და ანუ მქონდა ძალიან ბევრი იარლიყი მოწებებული, მქონდა აზრები, რომ აი ეს აზრი არის სწორი და შენ ესე უნდა იფიქრო, ანუ ერთადერთი სწორი აზრი ეს არის და შენი სწორი აზრიც ეს არის და ანუ მე ძალიან დიდი აი წვეტა მქონდა მე რომ წამოვედი, რომ ცოტა შორიდან დავინახე სიტუაცია, რომ შევხვდი ადამიანს, ვინც მე დამინახა, ანუ ადამიანს, რომელსაც დაინახა ჩემში ის, რაც მეც კი ვერ ხედავდი და რომელსაც არ კი მომიტანა და ჩამახედა და აქედან დაიწყო დაშლა ჩემი და იმ ჩემი წარსული ვითომ მესი, რომელიც გარშემო შემომახვიეს და აი როცა აი ამის დაშლა დაიწყო, რომ აი თურმე ეს ჩემი აზრი არ ყოფილა, ესე იგი მე ასე აღარ ვიქცევი. ანუ თურმე ჩემი აზრი არ ყოფილა, რომ რადგან ადამიანი მაგალითად ასაკიანი არის, თუ საშინელი ადამიანია, მიუხედავად მაგისა, მაინც უნდა ვცემ პატივი, იმიტომ რომ ასაკიანია, ანუ ეგ ჩემი აზრი არ არის. ანუ თუ ის საშინელი ადამიანია, მე არ ვალვალდებოდი, რომ საერთოდ ის ჩემს სივრცეში შემოუშვა და პატივი ვცე. არ აქვს მნიშვნელობა ასაკიანია თუ არა. ანუ მე პატივს ვცემ, როცა ვხედავ ადამიანში ადამიანობას. აი ეს არის ჩემი პრინციპი, ხვდები? და ესე ნაწილ-ნაწილ პოულობდი ჩემს პრინციპებს და ისე ცუდად ვიყავ, ისეთი დეპრესია მქონდა, ანუ რეალურად აი ამის ამოტანა შენით შიგნიდან ძალიან მტკივნეულია და აი 10 წელი უბრალოდ არ მქონდა თავის დაბანის უნარი, ანუ საოცარ ძალისხმევად მიჭირდებოდა, კბილი გამეღეყა და უბრალოდ აი ელემენტარული რაღაცა გამეკეთებინა. საჭმელი ბავშვის წაყვანა მყონა, აი ადამიანად არ ვარგოდი, მაგრამ ამათმა წელმა მომცა ის, რომ ჩემ თავად შევიქმნი და აი თანდათან, აი რომ დავიწყეს, თუნდაც აი ის მაგალითად, რომ სულ მინდოდა, რომ გადამეღო, დამეწყო ვლოგების გადაღება რა და ნუ ვუყურებდი ხა წარმოიდგინე აი ამ დეპრესიების მერე, ცუდატყოფნების მერე, ჩამონგრეული სახლი, მე ემოციური კვების მერე გასუქებული, ანუ ჩემი თავი არ მომწონს, გარემო არ მომწონს, არაფერი და შიგნით მაქვს საოცარი პერფექციონისტი რა და აი ფიქრობ, რომ აი როგორ უნდა და თუ ნახავთ ჩემ ძველ ვიდეოს, ნახავთ, რომ ერთ ადგილას ვსივარ, გამოპრანჭული და ესე ვიღებ ვიდეოებს და იმიტომ რომ ანუ ვერ წარმომედგინა რომ შეიძლება ეს ყველაფერი ისე აჩვენო როგორც არის და იგივე ადამიანმა ვინც არ კი მომიტანა და ჩამახედა და მითხრა რომ შესასწავლებრივი ხარ და შენ თავს მიიღებიო, იგივე ადამიანმა მითხრა იგი რაღაცას არასდროს არ დამოვიწყდება რომ ნუ დაელოდები, ნუ რაფერს ნუ დაელოდები რომ იდეალურად გააკეთო, რომ დაიკლო, რომ სახლი გქონდეს ისეთი როგორც გინდა, უბრალოდ გადაიღე და უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ეხლა ამ გადასახედიდან ძალიან ისეთი იყო, ძალიან ისეთი, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ, რომ მაშინ ეს შევწერი და ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ აი მენა ვაფშე ძირს რო გდიხარ და დაშლილიო ხარ და აი პირველად რო შეიკრიბები და ფეხზე დგები და შედავ ბალონში ბრჭყალი ჩამოვიდა ჩემზე, ეს ჩამომეკიდა ხორცებში ჩავიდა.
და წავიდა. არახას მოეთრეოდი. ხო და აი ეს საჩვენო. საჩვენო წარმოიდგინე. რა სიმამაცე ჭირდება ამას, მე არ ვიცი პროსტა და მაშინ ვარ დამეწყო არც არ დამეწყო, იცით? და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაშინ დავიწყე და სულ მახსოვს ეგ და აი როცა ველოდები ხოლმე რაღაცა იდეალურ დროს რაღაც დასაწყებას, სულ მახსენდება ხოლმე ეგ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ტექნიკა გაქვს, რა გარემო გაქვს, რა შენ თავი ყავს. და თუ რაღაცა გინდა დაიწყე და აი რომ დაიწყებ ამაში ბევრად უფრო მეტად გაიზრდები 4, 5 და 6 თვეში ვიდრე 2 წელი რო იჯდე და იფიქრო, აბა ნეტა რომ დამეწყოთ რა. ხო, და ეს ანუ რა არიცი? კიდე აი ეს რა გინაკატა? თეორიულად ვიციო და ანუ აი ეგ მომენტი იცი როგორია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება თეორიას აგროვებენ და პრაქტიკაში არასდროს არ იყენებენ და არიან ადამიანები, რომლებიც დიდხანს აგროვებენ თეორიას და მერე იყენებენ პრაქტიკაში. მე ეგეთი ვარ. ანუ მე არ ვარ ეგეთი ადამიანი, რომელმაც ისწავლა და იმ წუთშივე გამოიყენა, სამწუხაროდ არ ვარ. ეგ ადამიანები ძალიან ბევრ დროს ზოგავენ, მაგრამ მე მაგ კატეგორიაში სამწუხაროდ არ ვარ. ანუ რაღაცას რო ვისწავლი, მერე მჭირდება დრო, ანუ თეორიას რო გავიგებ და რო გავითავისებ, ანუ იმ წუთშივე ეს პრაქტიკაში მე ვერ გადმოვაგ. მე მჭირდება დრო, არ ვიცი რატო. დრო მჭირდება, რომ ეს ყველაფერი მე რეალობაში გადმოვიტანო. ანუ ის რომ მაგალითად უსმინო ვიდეოებს, რომ არ არის საჭირო იყო კარგი გოგო. კარგი გოგო უნდა იყოს შენი თავისთვის, იმიტომ რომ აი შენში რო შინაგანი ბავშვია, შენ მაგას არ უსმენ. ანუ შენში, წარმოიდგინე რომ შენ ყავს შვილი. ანუ ის შინაგანი ბავშვი, რომელიც შენ ყავს და რომელიც ყველას ყავს და ის წარმოიდგინე ისიც შენი შვილია. შენი თავი პატარა. და შენი შვილია. და წარმოიდგინე მოდის ვიღაცა დეი და ბიძია, რა ვიცი ვინმე. მოდის და ის დგას და გეუბნება რომ მე ესე მჭირდება და ის უნდა გამიკეთო. თუ არ გამიკეთებ, ცუდი იქნება. და თუ ამას გაუკეთებ, რაც სჭირდება, აი ამ ბავშვს შენ შვილს არ გაუკეთებ იმას, რაც სჭირდება. ანუ აი აქ კონფლიქტში მოდის რა. თუ კონფლიქტში არ მოდის, პრობლემაც არ იქნება. როცა მოდის კონფლიქტში, ხო? ის ზის ბავშვი, რომელსაც შენ უნდა პირველ რიგში აჭამო, დააძინო, ჩაეხუტო. აი ეს მიტოვებული მარტო ზის, მშიერი, მარტოსული, უძილო ზის და ტირის. და შენ ამ დროს ამას თავს ანებებ. რადგან ვერავინ ვერ გეტყვის, რომ ცუდი ხარ. ანუ აი ამას თავს ანებ და მიდიხარ და ვიღაცა იმას აკმაყოფილებ. იმიტომ რომ გითხრა რომ აი ის რო გეტყვის, რომ კარგი ხარ. მაინც არაფერი არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ გულში ბავშვი ზის და ტირის, ხვდები? ხო მე ერთმა დაიფროსტა, აი მე ძალიან ეს ფიქრი ძალიან მშველის ხოლმე, რომ აი ხვალ ადამიანი რო არ იყოს, მე ან ნებისმიერი ადამიანი ხვალ რო აღარ იყოს, ხო? ანუ ის ადამიანი, ვინც მოდიოდა შენთან, ჩემთან იმისთვის, რომ რაღაცა მიეღო და მე ჩვენთვის კარგი გოგო ეთქვა და ტაში დაეკრა, იმიტომ რომ კიდე მიეღო რაღაცა, წავიდა სხვასთან იმას იზავს, მიიღებს იმ რაღაცას და თუ კი ერთხელ მაინც რამე ისე ვერ გაუკეთებ, როგორც მას უნდოდა, იმას კი არ იტყვის, რა კაი გოგო იყო და რაღაცაო, იმას იტყვის, რომ იცი ის არ გამიკეთაო. და ამ დროს შენ შიგნიდან შენ თავს წირავ, შენ თავს კლავ. ეს არ გამოდის შიგნიდან, ეს შიგნით რჩება, ეს გადადის ფოთვებში, ეს გადადის დეპრესიებში, ანუ მე ფსიქოსომატურ დაავადებებში, ანუ თავს ვიკლავთ. იმიტომ რომ ვიღაცამ რამე არ თქოს, რაც უნდა ის უთქვია. ანუ მე მთავარია ჩემ თავთან და ღმერთთან ვიყო მართალია, აი რაც უნდა ის უთქვია. მე მაგას კიდე ბლოგერობაში გავუმკლავდი, ისეთ რაღაცებს აბობდნენ ხოლმე ჩემზე რო ვკითხულობდი, ან რო ვიგებრით, მაყალზე მიდგებოდა ხოლმე. მაგრამ რაც უნდა ის უთქვია. ან თუ შენ ბედავ რომ ვიღაცა იყო, აუცილებლად შენი თავის ერთ გული უნდა იყო და აუცილებლად უნდა იცოდე, რომ არიან ვიღაცები, ვინც გამოვარდება და შენზე იტყვის ისეთ რაღაცებს, რომ შენ მოყალზე დაგიდგება. მაგრამ ანუ ეს შენ არ გეხება, ეს ხება მას, ვინც მაგას ამბობს. всё. აი როგორც ყურადღებას არ აქცევ, რომ მაგალითად სადმე ძაღლიყებს, აი ეგრე უნდა იყო. ეს ვინ არის? აკაკი, ვინ ხარ საერთოდო? ირინა.
ჩვენ ფიზა 7-8 თვის იყო რომ გავუკეთეთ კასტრაცია 1-3 დღე გაბრუებული და გაბუტული იყო. საჭმელს არ ჭამდა, ისევ ექიმს მივყვანი და იციან ზოგჯერ ეგრევე გვითხრა, მერე ისევ შეგვირიგდა. ეხლა დაჭკვენებულია, რა შედარება ამაგიდაზე მაინც აიპარება ხოლმე ციტრუსის სუნი არ უყვარს და ეგრევე გარბის. შენ ფიზოსაც რო გავუკეთებ დაწყნარდება. ხო, ანუ ეს არის პრობლემა, აქ თორე ოქროს კატა რა, ანუ ძალიან მეცოდება, აი მართლა ძალიან მეცოდება გოგოშკებო, ეხლა წარმოიდგინეთ კაცს, რომ მაგრამ აი რა უნდა ქნა, ხო? მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი იმ კატებზე, რომელსაც ეს მერე გააჩენინებს სხვა გოგო კატას და რომელსაც მერე ქუჩაში გადაყრიან და ძაღლები შეჭამენ. მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რომ მაგალითად ბონჭკა სახში რაიმე დაავადებას ეს არ მოუდანს. მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რომ თვითონ არ მოკვდება, იმიტომ რომ შეიძლება მოკვდეს. ანუ ჩვენი აივნები ისეთი რომ აქედან გასვლა შეიძლება. შეუძლია კატას რო გადავიდეს. და როცა აწყდება, აუცილებლად გადავა და აუცილებლად წავა და აი სანაგვეებში და იმეებში ივრის და ანუ არ მინდა ეგ. ამიტომ რა ვიცი, სხვა გზა არ მაქვს, ძალიან დიდ ბოდიში უნდა მოუხადო, მაგრამ უნდა გავუკეთო, ხო? და სხვა მხრივ რავი ძალიან კაი კატაა. და იმედი მაქვს, რომ მაგას რო გავუკეთებ, მაინც არ მოუნდება ხოლმე გასეირნება. ხათუნა უაზროდ ემპათია თან კირჩხიბი, როცა ადამიანებს ერთი შეხედვით ხვდები, ვიცი რომ რასაც მეც გავცე, მეც მოგთხოვენ და როცა შენ დაგჭირდება იგივეს ვერასდროს მიიღებ საბოლოო ჯამში, ისევ შენ გეტყინება და გეწყინება, რადგან არ გინდა ადამიანებს გული ადგინო. მიუჩვეულს ნუ მიაჩვეო რა, აი ზუსტად ეგრე არის. ბონი აღარ ყავს, ოღონდ დამფაროს, რომ ბონი აღარ მყავდეს, როგორ არა, ჯიმი ბონჯი. კატა ნუკბენ ბონის. ნუკბენ, მოდი ბონჯი. გავში ბონის. ჩაგრის ის საზისხარი. ჩემი ბონჯიკა დიდას დიდხანს უნდა ყავდეს რა საპარაკო. აი ჩემი ჟული და გულია. აი ჩემი სიკალულია. რას ამბობ? რას ამბობ მაია, რას ამბობ? ჩემი ჟული და გულია, ჩემი პატარა ბატია. ესეთი სიტკბო მე არ ვიცი კიდე ვინ არის ამ ქვეყანაზე. ესეთი სიწმინდე. აი რა ვქნა? მე რეიტყვიან ისაო ადამიანზე მეტად ძაღლი უყვარს ანუ რა თქმა უნდა ადამიანზე მეტად ძაღლი არ მიყვარს მაგრამ რას გულისხმობ ჩი ბევრია და ფუ ბევრი ადამიანი ვიცი ისეთ რამეს გაივლებს გულში და ისეთ რამეს გააკეთებს რასაც ბონი და თუნდაც კატა ვერასდროს ვერც გაივლებენ აზრად და არც გააკეთებენ ანუ ბოროტება ამათ არ უდევთ სულში ფუ ნუკბენ და შესაბამისად ჩემთვის ეგ ძალიან ძვირფასია და ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ იმე შეჭამეს ერთმანეთი. მოკეთ ესეთი კომენტარების საკითხვა ჩემო ძვირფასებო კიდე არის, მაგრამ აი ესე ჩემო ტკბილებო. კარგ დღეს გისურვებთ, მიყვარხართ ძალიან კოცნით გეხვევით და რა ვიცი. ეხლა უნდა ჩავიცვოთ და მე და ევიტუნი, ვიტუნი უნდა წავიდეთ კალფურში.